მოგესალმებით, მე ვარ გიორგი დათუაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ახლა ვიმყოფებით ამავე უნივერსიტეტის საცდელ სათბურში, სადაც აგროკომპანია ბარაქასთან ერთად გამოიყვანეთ სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები. ფაკულტეტის პროფესორებთან და აგროკომპანია ბარაქას აგრონომებთან ერთად ჩვენ შევძველით გამოგვაყვანა ჩითილები და მიგვიღო საუკეთესო შედეგი. ამ სათბურში ჩვენ გამოვიყვანეთ აგროკომპანია ბარაქას მიერ გადმოცემული სათესლე მასალიდან სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილები. ამ ეტაპზე ჩვენ სათბურში გვაქვს წითელი და ვარდისფერი პამიდურის, ასევე ბულგარულისა და ბადრიჩნის ჩითილები. აღმოცენების შემდგომ დავამუშავეთ ფესვის სიდამყლის საწინააღმდეგო პრეპარატით, რათა მიგვეღო უფრო ძლიერი და ჯანსაღი ჩითილები. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ბარაქასთან, რომელიც გვიწევს კონსულტაციას და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ედიშერ კვესიტაძისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე კომპანია ბარაქას თანადგომით შესაძლებელი გახდა, რომ განხორციელებულიყო სტუდენტთა ინიციატივა და მას საუკეთესო შედეგი ჰქონოდა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, უღრმეს მადლობას უხდით ყოველ მათგანს. უნივერსიტეტის სივრცე იძლევა საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მისცეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. ეს პროექტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩაერთნენ სტუდენტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაში. მადლობა აგროკომპანია ბარაქას და ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და თანადგომისთვის.